გამარჯობა. დღეს მინდა ვილაპარაკო საბჭოთა პროპაგანდის ერთ-ერთ დანატოვარზე, რაც აი ჩვენ მენტალობაში ძალიან მყარაძის, ეს არის მსხვერპლის როლი. რას ნიშნავს ეს მსხვერპლის როლი? ამის გასაგებად აუცილებელია კიდევ მეორე პროპაგანდისტული მეთოდი განვიხილოთ, როგორც არის დიდი ბიძების წმენა, ეს პრინციპში აკუმულირდებოდა საბჭოთა დროს კრემლის რწმენაში და შემდეგ აი ამ ფორმულაში ჩაჯდა აი მასონები, თქვა deep state, გლობალური ომის პარტია ან რაღაცა ესეთი, ყოველ შემთხვევაში ვიღაც დიდები ბუნდოვანი რაღაც დაჯგუფება, რომელიც მართავს საბჭოთა დროს ეს იყო ის კრემლი მართავდა მთელ საბჭოთა სივრცეს, მაგრამ შემდეგ ამან პოვა განვითარება უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში, რომ არსებობენ მსოფლიოს მმართველი ძალები, რომლებიც მართავენ მსოფლიოს და აი ამის რწმენა მთლიანად ეფუძნებოდა იმ რწმენას, რომ საბჭოთა დროს საბჭოთა მთელ სახელმწიფოს და ყველა კონკრეტულ ადამიანს მართავდა კრემლი. ანუ ეს არის რაღაცნაირი აი ესეთი ფორმულა, რომ მოქალაქე ადამიანი არ არის დამოუკიდებელი გადამწყვეტი თავისი ბედის, თავის ქვეყანაში მიმდინარე რაიმე პროცესის, არამედ მას ზემოდან რასაც უბრძანებენ, ან ყოველ შემთხვევაში ზემოდან რასაც გადაწყვეტენ, აი ქვემოთ ის ხორციელდება და ამაში საზოგადოება, მოქალაქეები არანაირ მონაწილეობას არ იღებენ. ეხლა რაში არის დღევანდელ დღეს და აი პოსტსაბჭოთა სივრცეში აი ამის გაგრძელება? ერთი რომ ამ კრემლის მაგივრად რაღაც ეს ბუა, ეს ფორმულა, რომელიც არის რაღაც საშიში ერთგვარად, მაგრამ ძლევამოსილი ჯგუფი, რომელიც იცვლება ხან მასონებად, ხან თქვა რაღაც deep state-ად, გლობალური ომის პარტიად შეიძლება კიდე რაღაც მოიგონონ, მაგრამ თავარი რა არის ამაში ეს საბჭოთა დანატოვარი? ის რომ თვითონ ეს საზოგადოება თავის თავს აღიქვამს მსხვერპლის როლში. ანუ ის პასუხისმგებლობას იცილებს რაღაცნაირად და ეს ერთგვარი რაღაც ვფიქრობ არის ცოტა კომფორტული ზონა, რომელიც შეიქმნა აი ამ პოსტსაბჭოთა საზოგადოებამ, თუნდაც საბჭოთა წარსულის გააზრებისას. სტალინის რეჟიმი, მთლიანად ტოტალიტარული რეჟიმი აღიქვებოდა როგორც აი რა ვიცი, როგორც მიწის როგორც რაღაც ბუნებრივი კატაკლიზმა და თვითონ იყვნენ ამის მსხვერპლი. არა ის, რომ საზოგადოებას რაღაც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა რეალობის შექმნაში. ამ დროს რა ხდებოდა? პრინციპში მარტო სტალინი რაც გააწყობდა, თუ არ იარსებებდნენ ადამიანები, რომლებიც დაწერდნენ იმ სტატიებს, თუ არ იარსებდნენ ის მხატვრები, რომლებიც ამ პოსტერებს შექმნიდნენ, თუ არ იარსებდნენ ის მოქანდაკეები, ის კინორეჟისორები, ის მწერლები, რომლებიც ამ ოდებს დაწერდნენ, არა? თუ არ იარსებებდა ხალხი, რომელიც ამ პროპაგანდას გაავრცელებდა, არ იარსებებდა არც სტალინური რეჟიმი, არა? მაგრამ დღეს რაღაცნაირად იმ წარსულის გააზრებაც აი ამ მსხვერპლი ტირანის კონტექსტში ზის და დღევანდელ დღესაც თითქოს აი ამ წუთას ვინ არის, ხო? ჩვენი მჩაგვრელი საზოგადოება აღიქვამს, რომ ეს არის თქვა ბიძინა, ან ეს არის კრემლი და აი მისი უძლეველობის, ანუ რაღაც დიდი ბიძიების უძლეველობის მიც თავისთავად ებმის და ეს მითი განაპირობებს საზოგადოების აი პასიურ მდგომარეობას, რომ მე მსხვერპლი ვარ. მე მსხვერპლი ვარ და მე ვერაფერს ვერ ავიჩენ. ამის გამოვლინება არის მაგალითად გლეხი კაცისთვის არავინ არ არის, ან არაფერი არ შეიცვლება, მე რა უნდა შევცვალო, მაინც ისე მოხდება, როგორც იმათ უნდათ, მე ვინც არ უნდა ავირჩიო, მაინც ისე გადაწყვეტენ და ასე შემდეგ. ასევე აი დღევანდელ ჩვენ პროტესტში მაგალითად ძალიან გავრცელებულია აი ეს რაღაც წუხარე პოზა, რომ აი არაფერი არ იცვლება. ადამიანებს არ შეუძლიათ არც ერთი გამარჯვების
შერგება თითქოს ხო, რომ რაღაც მოხდა დაანონსა მეგობარი აქტი, თქვათ ოცნების წევრებმა სანქციები მიიღეს შუბსში, თქვათ წავიდა ამდენი შინაგასაქმეთა მინისტრი, სუსის უფროსი, წავიდა პოლიციის უფროსი, აგერ ხარებაც კი წავიდა და ეს ადამიანებს არ მიაჩნიათ, რომ ეს რაღაც მათი გამარჯვებაა, ხო? ანუ მიაჩნიათ, რომ ეს იქ დიდმა ბიძიებმა გადაწყვიტეს და იქ რაღაც გენიალური ეს არის თამაშია რაღაც და მერე მაინც მოგვედებიან. ასე ჩვენ ვერ გავფრინდებით, მეგობრებო, ჩვენ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ეს დიდი ბიძების წვენა და აი გამოვიდეთ ამ მსხვერპლის როლიდან. იმიტომ რომ ჩვენ მოქალაქეები ვწყვეთ, ჩვენ მოქალაქეებს შეგვიძლია შევცვალოთ ეს რეალობა და აი ამის დაჯერება არის აუცილებელი. და აი კიდევ რა ის რომ ჩვენ რაღაცნაირად მსხვერპლის როლში წარმოვიდგეთ ჩვენ თავს, რაში გვიშლის ხელს. გვიშლის რეალობის სწორ დანახვაში და რა არის რეალობა? რეალობა არის ის, რომ ჩვენმა აი ამ 200 დღიანმა პროტესტმა მიაღწია რაღაც შედეგს და ადამიანი, რომელიც მსხვერპლის დროშია, ის ამ შედეგს ვერ ხედავს. ახლა შემიძლია გითხრათ მაგალითად რა არის შედეგი. ჯერთვის თუნდაც ის, რომ გავძელით, ეს უკვე შედეგია. ის, რომ მათ ვერ დაგვშალეს, ეს შედეგია. აი უკრაინაზე ჩვენ არ ვიძახით, რომ შედეგია, რომ რუსეთმა ვერ მოუგო ომი? ხომ არის ეს შედეგი? ჩვენთანაც ასე არის ეს ერთი შედეგი, ხო? მეორე, საგარეო ფრონტზე ამ უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით რაღაც ერთი წლის წინ, რომ ან სანქციები წამოვიდოდა, ან არალეგიტიმურად ცნობდნენ ამ ხელისუფლებას, ან მეგობარი აქტი საერთოდ ასეთი ოცნება თითქმის აი არავის თავში არ იბადებოდა. ეს იყო უბრალოდ წარმოუდგენლად. დღეს ეს არის რეალობა. საშინაო ველზე ვხედავთ, რომ აბსოლუტურად მორღვეულია პოლიციელების мотиваცია, აბსოლუტურად გედედეს საერთოდ არსად არ აჩანს. ნუ გვგონია, რომ ეს არ არის შედეგი ჩვენი პროტესტის. ეს იმის შედეგია, რომ მათ უკვე დააკარგეს ჩვენი აღქმა როგორც რაღაც დემონიზებული საზოგადოების და ამიტომ არ შეუძლიათ უბრალოდ ძალიან ესეთ ბრუტალურ ანგარიშწორებაზე გადმოვიდნენ. აი ზედა ეტყობათ უბრალოდ რომ არ შეუძლიათ, არა? და ამ დროს საზოგადოებაში ეს საქმეები ნაკლებია. აი არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ აი ამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ჩემ მოქალაქეულ პასუხისმგებლობას მე ვასრულებ და ამას აუცილებლად აქვს აზრი და საერთოდ აი საბოლოო ჯამში რომც არ გამოვიდეს არაფერი, თუ არ გამოვა ხო დავინახავთ რა. აგერ არა ვართ, დავინახავთ, გამოვა თუ არ გამოვა, ხო? წინასწარ აი ეს დამარცხებულის პოზიციიდან ლაპარაკი რა არის ეს? ასე ბრძოლა არაფრით არ შეიძლება. არ შეიძლება ბრძოლა შესვლა. ბრძოლის დროს ადამიანი არის შემართებით და ჩვენ ვიცით ჩვენი ისტორიიდან როგორც დამარცხების, მარცხის გამოცდილება, ასევე გამარჯვების გამოცდილება, მაგრამ ყველა ეს გამოცდილება იყო ბრძოლის გამოცდილება და ეს დღეს ჩვენ გვეხმარება. აი 21 წელს რომ თვენახევარი იბრძოდა ქართული ჯარი და იქ რო შალვა ერისთავი გადაეფარა მაგალითად არა იმ ტყვიან ფქვევს ეს დღეს შენ გაძლიერებს ან წუხელიძემ რო თავი დადო ეს შენ გაძლიერებს ხო ეს არ არის დამარცხება ეს არის განგრძობადობა აი ამ ბრძოლის გამოცდილების რომელიც ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში დევს